უბრალოდ რომ დავასრულოთ ეს მართლა პრიმიტიულად თუ კი არა ეს ასე იქნება ეს რისთვის ჭირდება ამ deep state-ის ძახილი ქართულ ოცნებას პირველ რიგში ისინი ატყუებენ და არწმუნებენ ჯერ კიდევ შერჩენილ საკუთარ მომხრეებს შემდეგ ისინი მიმართავენ საქართველოს მოქალაქეებს რომ აი ეს რაღაცა დაბნეულობა და აი ეს ბუნდოვანება შეიტანო რასაკვირველია რასაც ქართული ოცნება რატყუილებსაც ყიდა წინასაარჩევნო და არჩევნების შემდეგ ეს ასე არ იქნება. ცხადია, შემდეგი სანქციები გზაშია, მეტიც საკანონმდებლო დონეზე გამყარდება მეგობარი აქტით და ქართული კოშმარის აქტით ის, რასაც მანამდე ჩვეულებრივ ვისმენდით, ჯო ვილსონი იქნებოდა თუ სხვა ამერიკის შეერთებული შტატების სხვა ოფიციალური პირებისგან. როცა აი ეს ტყუილები ცხადია არ გამართლდება, თავის მომხრეებს და საქართველოს მოქალაქეებს ეწვია, რომ იცით რა მოხდა, ტრამპმა ვერ დაამარცხა deep state და ეს deep state-ია, რომელიც ჩვენ გვერდვის. ეხლა რა მოლოდინები შეიძლება ქონდეს? მე არ მგონია, რომ ეხლა უკვე რაღაცა დახუნძრული ჩანთებით შეიძლება ჩამოვიდეს სალომე ზურაბიშვილი. მე მგონი მისი ყოფნა როგორც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლის ეს უკვე არის გზავნილი ქართული ოცნების მიმართ. პირველად ხდება ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, რომ ახლა ვინც მეორედ გახდა პრეზიდენტი და მისი სახელმწიფო მდივანი, ისინი საქართველოში ნამყოფები არიან. ტრამპი ერთხელ რუბიო ნამდვილად არ მახსოვს, შეიძლება გიორგის უფრო კარგად ახსოვდეს, ნამდვილად მახსოვს რუბიო ბათუმში და არ ვიცი მგონი ქუთაისშიც, ხო? ანუ ნამდვილად მახსოვს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის დროს სენატორი მარკო რუბიო იმ სენატორთა დელეგაციის წევრი იყო, რომელიც საქართველოს სტუმრობდა, იქ იყო სენატორი ჯონ მაკკეინიც და ტრამპი ყველას გვახსოვს ბათუმში და ის პროექტი ტრამპ ტაუერებს. ანუ პირველად ხდება ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, რომ პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივანის ორივე ნამყოფია საქართველოს. ეხლა როგორ წარმოვიდგენიათ საქართველოს საკითხი, ეხლა ითქვა კიდეც საქართველოს საკითხი მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ესე იგი წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, ამის შემდეგ გარდამავალი პერიოდი იყო, ხო, საქართველოს საკითხი არ ჩამოსულა დღის წესრიგში პრიორიტეტული საკითხებიდან. ბუნებრივია, რომ ეს საკითხი მივა ტრამპთან და მივა რუბიოსთან. აი, რა გაახსენდება თქვენი აზრით პირველი, რომ მიყვნენ ჩამოსულები საქართველოში, რომ საქართველოში ცხოვრობს ხალხი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს თვლის თავის პარტნიორად და ამ ხალხს დღეს რო არ აურჩევია ისეთი ესე იგი რაღაცა თვითმარქვია მთავრობა ყავს, რომელიც არის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიამერიკული. და გაახსენდებათ, რა თქმა უნდა, თავიანთი ვიზიტი, რომელიც თავის დროზე განახორციელეს საქართველოში და გაახსენდებათ ის, არ ვიცი, მე მგონია, რომ აქვთ რაღაც ძალიან თბილი და ტკბილი მოგონებები საქართველოზე და ცხადია, ხა თქვენი თავი წარმოიდგინეთ უბრალოდ მათ ადგილას. აი რა შეიძლება მე მგონია, ხა კიდევ ამბობ, მე შეიძლება როგორც გიორგის ჩვენ შეიძლება გქონდეს ჩვენი მოსაზრებები, რა თქმა უნდა ჩვენ გქონდეს რაღაცა ჩვენი გემოვნება, მათ შორის პოლიტიკური გემოვნება, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების მმართველებს ირჩევს ამერიკელი ხალხი. შემდეგ არჩევნებზე ვინც უნდა აირჩიონ, იმასაც უნდა მიულოცოთ. ჩვენ უნდა ჩვენზე არ არის ეს დამოკიდებული, ჩვენ უნდა ვეცადოთ ჩვენი ინტერესების მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგი იქნება თუ იმის შემდეგი იქნება თუ იმის შემდეგი ადმინისტრაცია იქნება, რომელი ადმინისტრაციაც არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ეს ადმინისტრაციაც მოკლედ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ჩვენი გრძელვადიანი ეროვნული ინტერესები უკეთესად იყოს მომსახურებული ნებისმიერ ადმინისტრაციასთან ჩვენი თანამშრომლობის გზით. ეს ქართულ ოცნებას არ გამოუვა არც წინასთან, არც ამასთან და არც იმის შემდეგთან. ნამდვილად